რეჟიმმა უკვე აღარ იცის დამატებით როგორ გააძლიეროს ისედაც მისი მორჩილი სასამართლოს კლანი. მოფიქრებულია ახალი მიდგომები, რომელიც მალე კანონად უნდა იქცეს და ერთი მხრივ მორჩილებისა და უკვე არსებული თუ მოსალოდნელი სანქციების საკომპენსაციოდ მოსამართლეებს ხელფას გაუორმაგებს, მეორე მხრივ კი იმ შემადგენლობას, რომელიც კლანის მორჩილების მიღმა მუშაობს, ასეთები ცოტა მაგრამ არიან, შეუქმნას სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი. მაგალითად, იუსტიციის საბჭოს მოსამართლის ნების საწინააღმდეგოდ შეიძლება ნებისმიერი გაუშვას მივლინებაში იძულებით 3 წლით რეგიონში. ამის გარდა, როგორც უკვე გაუწყვეთ, იგრძელება სასამართლოს ხდომის გადაღება, თუმცა თუ კი ცვლილების პროექტში ამ დრომდე მოსამართლეს ენიჭებოდა უფლება, რომ დასაბუთების შემთხვევაში გაეხსნა მედიისთვის ხდომა, ესეც, როგორც აღმოჩნდა, რეჟიმმა სარისკოდ მიიჩნია და ხდომაზე გადაღების უფლების გაცემას ამ ცვლილების შეცვლილ და კიდევ უფრო გამკაცრებულ ვერსიაში ასევე იუსტიციის საბჭო გასცემს ამ ნებართვას. კეთილსინდისიერი მოსამართლეები დღეს ამ საკითხებს კრიტიკულად კომენტირებდნენ, ზოგი მიკროფონში, ზოგი საკუთარ სოციალურ ქსელებში. შესაძლოა მოსამართლის სტატუსით ვლადიმერ ხუჭუას ეს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუა. უვადოდ დანიშნული მოქმედი მოსამართლე ღიად ამბობს, რომ სისტემის დატოვებას არ გამორიცხავს. ეს იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლებების გავლენიანი ჯგუფი კანონის სახელით მის დამოუკიდებლობაში ჩაერევა, ან უსამართლოდ მის დასჯას გადაწყვეტს. მე მინდა ხმამაღლა განვაცხადო და ასე ვთქვათ, ჩემი აზრი დავაფიქსირო, რომ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, ქართველი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ვერ იქნება მოსამართლე და არ იქნება ისეთი მოსამართლე, რომელიც არ ემსახურება იმ მიზანს, რასაც ქვია საქმის სწორად განხილვა და მართლმსაჯულების სწორად განხორციელება. თუ რაიმე მსგავსი იყო ჩემს მიმართ, დავტოვებ მოსამართლის თანამდებობას. მე ვერ ვიქნები ისეთი მოსამართლე, რომელსაც არ იმსახურებს ქართველი ხალხი. ამ რეგულაციებში ამის საფრთხეს ხედავთ? რა თქმა უნდა. ერთ-ერთ სადამსჯელო ზომად მოქმედი მოსამართლე გაციმბირების მეტსახელით ცნობილი რეგულაციის კიდევ უფრო გამკაცრებას მიიჩნევს. ქართული ოცნების ახალი კანონპროექტის მიხედვით იძულებით მივლინებაში მოსამართლის გაშვება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში იუსტიციის საბჭოს უკვე 3 წლით შეეძლება. როდესაც საუბარი არის არაღიაობაზე, როდესაც საუბარი არის იძულებაზე, როდესაც საუბარი არის გარკვეულ ქმედებებზე, რომელიც თავისუფლებას უზღუდავს მოსამართლეს, არ შეიძლება ამ კანონპროექტი იყოს ის მიზნები მიღწეული, რაც დღეს აქვს სასამართლო სისტემას, რაც დღეს გამოწვევები არის სასამართლო სისტემაში. ეს სასამართლოს ინტერესში რატომ შეიძლება რომ შედიოდეს, რომ არ გადავიღოთ ხდომები? არ ვიცი, ხა მე მგონია, რომ ეს სასამართლოს ინტერესებში არ შედის. ეს მართლმსაჯულების ინტერესებში არ შედის. მე ესე მგონია. ეს არის წარსული. არა და ავტორები ახალი კანონპროექტის საუცილებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გარანტიების გაძლიერებით ხსნიან. თან მისი კანონად ქცევა იმდენად ეჩქარებათ, რომ დაჩქარებული წესით უახლეს დღეებში დაამტკიცებენ. ქეთევან მეცხიშვილია კიდევ ერთი მოქმედი მოსამართლე, რომელიც ამ საკანონმდებლო პაკეტს ღიად აკრიტიკებს და მასში მოსამართლეების თავისუფლების ხელყოფისა და დაშინების საფრთხეს კითხულობს. ერთი რამ, რაც შეიძლება დაბეჯითებით გითხრათ, საკუთარი საქმის განსახილულად ყველა ისეთ მოსამართლეს ისურვებს, რომელიც თავისუფალი და მამაცია. თუ დღეს ვინმე ფიქრობს, რომ არ სჭირდება და მას კანონში ხანგრძლივი მივლინების ჩაწერით დააშინებს, ხვალ მასაც აუცილებლად დასჭირდება ასეთი მოსამართლე. ამიტომ ნუ შეიტანთ კანონში ასეთ ცვლილებებს, რომელიც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის ესოდენ საფრთხის შემცველია. არ გამოადგება ეს ხალხს, ქვეყანას და არც თქვენ ამ კანონპროექტის ინიციატორებს გრძელვადიან პერსპექტივაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ესველი, სადაც ჟურნალისტის ხდომის ფოტო ან ვიდეო გადაღების ნებართვისთვის მოსამართლის სახელზე განცხადებას წერს, უახლეს დღეებში გაუქმდება. გარდა იმისა, რომ კამერებისთვის სასამართლოს შენობა იხურება, ახალი კანონი უფლებას ართმევს მოსამართლესაც დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში მედიას საკუთარი ხდომის გადაღების უფლება მისცეს. ამას იუსტიციის საბჭო გადაწყვეტს. არადა მას მოსამართლეების ინდივიდუალურ საქმეებში და მის განხილვაში ჩარევის უფლება კანონით არ აქვს. ეს დღეს არც ქართული ოცნების ზოგიერთ წევრს ჯეროდა. თქვენ შეცდომით ინტერპრეტებთ ამას სასამართლოს ხდომაზე მოსამართლე განსაზღვრავს. არა, ასე წერია, რომ საბჭო განსაზღვრავს უფლება მოსილი პირი ვინ იქნება, ვისაც შეიძლება რომ გააშუქოს სასამართლოს ხდომა. მოსამართლე განსაზღვრავს. არა იმ კონკრეტულ მოსამართლეს, რომელიც იხილავს საქმეს, არამედ სუბიექტური მაც რომ არ დარჩენილი ხო აქ კანონმდებლის მიერ შეთავაზებულია, რომ ეს საკითხის გადაწყვეტა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ მოხდეს.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპს ეფუძნება. ეგრეთ წოდებული კლანი ამკაცრებს მოსამართლეების დაშინებისა და დამორჩილების მექანიზმებს. მეორე მხრივ კი ზრდის ჯილდოს მორჩილებისთვის. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 14600 ლარი, რიგით მოსამართლეს 12410. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს 12264 ლარი, რიგით მოსამართლეს 11826. საქალაქო და რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებს 11972 ლარი, რიგით მოსამართლეს 10512. მომდევნო სამუშაო თვის ხელფას მოსამართლეების სავარაუდოდ უკვე ამ ახალი ფორმულით აიღებენ. სახელფასო ზრდა მინიმუმ 100%-ია. ღირებულებითი ხაზია ახლა შემოთავაზებული, რომ თავისუფლება და სამართლიანობა კომპენსაციად იზომება თუ არა, იწონება თუ არა თანხით, ხო? ფულით. აი ამიტომ ახლა ალბათ თავად მოსამართლეები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას და თუ დაუშვათ მათთვის ეს კანონი მისაღებია, მაშინ საქართველოში იქნება ზუსტად ასეთი სასამართლო, რომელიც იზომება არა სამართლიანობის ხარისხით და ინდივიდუალური ღირებულებითი საზომებით, არამედ მხოლოდ თანხით. უცებ გადმოვიდნენ შეტევაზე ბევრი მიმართულები და ერთ-ერთი ნაწილი ესეც არის, რომ მთლიანად დახურონ სხდომები, ვერაფერი ვერ გავიგოთ, ის მოსამართლეები, ვინც ჭყალებში კარგად იქცევიან და ამათ ემსახურებიან, მათ დანამატები მისცენ და ის მოსამართლეები, რომლებიც შეიძლება ეჭვი ქონდეთ, რომ შეიძლება ბოლომდე არ დაემორჩნენ, იმათთვისაც სიგნალია, რომ აი დამატებითი ინსტრუმენტები გვაქვს თქვენზე ზემოქმედების. მე იმედი მაქვს, რომ სხვა მოსამართლეებიც ამოიღებენ ხმას. ორმაგდება თანამდებობების დაკავების ვადებიც. ნებისმიერი სასამართლოს თავმჯდომარეებს, მოადგილეებს, კოლეგიების და პალატების თავმჯდომარეებს 5-ის ნაცვლად 10 წლით დანიშნავენ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კი მოსამართლეების რაოდენობა გაიზრდება და 8 მოსამართლის ნაცვლად 11 მოსამართლე წევრი იქნება. პარლამენტს 2, პრეზიდენტს კი 1 კვოტა დარჩება. გამოდის, რომ 12 კაცი თავიდან ბოლომდე კლანის მიერ მართული მოსამართლე იქნება და ახლა ის 3 კაცი ისიც კლანის მიერ მართული პირი იქნება სინამდვილეში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოსამართლე მაინც არ არის და აი ამაშია საქმე, მთლიანად უნდათ რომ კონტროლი, კლანის კონტროლი, ესე იგი გააფართოვონ მაქსიმუმამდე. იკრძალება მოსამართლესთან საქმის დაინტერესებული პირის კომუნიკაცია და 5000 ლარით დაჯარიმდება. დასჯადი იქნება ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი პირის მიერ, მოსამართლის მისამართით ნათქვამი ვერბალური განცხადება ან ქმედება, რომელსაც ის უპატივცემულობად მიიჩნევს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეეხებათ მედიასაც და უფლებადამცველებსაც, რომლებიც კრიტიკულ შეფასებებს მოსამართლეების შესახებ საჯაროდ სხვადასხვა ფორმით აქვეყნებენ.